ამ შემთხვევაში ეს არის MCB, გავთიშეთ, ჩავთეთ. უნდა მოხდეს MCB-ზე შემცვლელი დენის დაერთება და შემდგომ მისი განაწილება სხვადასხვა ამომრთველებზე. MCB-ს შემდგომ ვიყენებთ ჩვენ ფაზურ რელეს, რომელიც არის აუცილებელი ქსელში დენის რეგულირებისთვის, ანუ ფაზური დენი განიცდის ვარდნას და მატებას. ამ შემთხვევაში ელექტრომოწყობილობები გამოვა წყობრიდან, თუ არ გვექნება ჩვენ ფაზური რელე და შესაძლებელი არის დაიწვას, განადგურდეს ჩვენი ელექტრომოწყობილობები. განსაკუთრებით შეგვიძლია ჩვენ აღვნიშნოთ გათბობის ქვაბი, რომელსაც საგარანტიოში მოყვება, რომ აუცილებლად უნდა ქონდეს მას ან სტაბილიზატორი, ან ფაზური რელი. ასევე დიფერენციალური ამომრთველი, რომელიც ჩვენ გვიცავს მუხტის ზემოქმედებისაგან, წამიერად გათიშავთ ქსელს და დაცული ვიქნებით მუხტის ზემოქმედებისაგან, ანუ ჯანმრთელობას იცავს. ეხლა ავხსნათ თანმიმდევრულად ფაზური რელეს და დიფერენციალის მუშაობის პრინციპი და შემდგომში მთლიანად ვისაუბროთ ფაზურ რელეზე. დიფერენციალური ამომრთველი არსებობს ორი, ეს არის გავრცელებული ტერმინი უზო, რომელიც არის ელექტრომექანიკური დიფერენციალური ამომრთველი და DIP, ანუ კომბინირებული დიფერენციალური ამომრთველი, რომელიც მუშაობს ელექტრონულად. ანუ ფაზური და ნეიტრალური დენის არსებობის შემთხვევაში. თუ მან დაკარგა ნეიტრალური დენი, გაჟონვაზე არ იმუშავებს, ვერ აღმოაჩენს და მუხტი გადმოვა ჩვენზე. თუ ქსელში გვექნება ჩვენ ფაზური რელე, მაშინ ფაზური რელე ნეიტრალური დენის გათიშვას აღმოაჩენს და ქსელს წამიერად გათიშავს. ერთ წამში, მაქსიმუმ 3 წამში. ანუ გამოდის, რომ დიფერენციალურთან ერთად თუ გვექნება ჩვენ ფაზური რელე, დიფერენციალს გაუმარტივებ მუშაობას და ვიქნებით დაცულები მუხტის ზემოქმედებისაგან მაქსიმალურად. ვისაუბროთ კონკრეტულად ფაზურ რელეებზე, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს ზუბრის ფაზური რელე, ადრეც ბევრი ვისაუბრე ზუბრის რელეებზე, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს 4 განსხვავებული რელე. ეს არის D263, D63, CV